საბოლოო ვარიანტი გადაგზავნილია პარლამენტში, ყველა მუხლი შეთანხმებულია, ის რასაც შეკითხვები არსებობდა. გადასახადების მოცულობას არავინ არ უჩივის, პირდაპირ ვთქვათ, აქ საუბარია ადმინისტრირების მხარეზე. თავარი ამოცანა რაც ჩვენ გქონდა და რაც ჩვენი აზრით მივახციეთ, იყო სწორედ ამ სიხისტის შემცირება და ძალიან ბევრი ხარვეზის აღმოფხვრა, რომლის ჩამოთვლაც ასეულობით შეიძლება ითქვას, რაც ცვლილებებით მუხლებში შევიდა, ორი ასე ვთქვათ სიტყვის გასწორება, რამაც სწორედ ბიზნესმენებს ეს რისკები თავიდან უნდა ააცილოს. თავდაპირველად აპირებდა მთავრობა, რომ ზღვარი დღეს დაბეგვრის გაეზარდა 200.000-მდე, მაგრამ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და ზღვარი დარჩა 100.000-მდე. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება? ბიზნესიდან წამოვიდა, საკმაოდ ასე ვთქვათ, მრავალჯერადად გამეორდა აღნიშნული შენიშვნა, რომ ბევრი სეგმენტისთვის აღნიშნული ზღვარის გაზრდა აღმოჩნდა მიუღებელი. მე მინდა სწორედ ეს მომდეს უყოლას ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. საქმე, როდესაც კომპანია და ამ შემთხვევაში უკვე 200.000-იანი ბრუნვა უკვე ახასიათებთ კომპანიებს, ეს უკვე აღარ არიან ფიზიკური პირები, მათ ბუნებრივია თავიანთ საქმიანობაში უხდებათ ურთიერთობა დღეს გადამხდებლებთან. შესაბამისად ამ ზღვრის გაზრდა გამოიწვია იმას, რომ ეს კომპანიები ვეღარ ჩაითვლიდნენ დღეს. ანუ პრაქტიკულად მივიღებთ იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს გაეზრდებოდა საკადასახადო ტვირთი, ვიდრე შემომცირდებოდა. თუ არის გაზრდილი ჯარიმები? ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც პრინციპულად განსხვავებული, რაც ამ კოდექსმა შემოიტანა, რაც დასავლური მოდელიდან ავიღეთ, ეს გახლავთ გაფრთხილება სალარო აპარატზე, როდესაც საკადასახადო ინსპექცია პირველ სამართალდარღვევაზე, ვთქვათ, არარეციდივზე, უბრალოდ როდესაც პირველად არის ჩადენილი, აძლევს გაფრთხილებას, რაც ნამდვილად არ არის ხა ჯარიმის გაზრდა, პირიქით შემცირება. და ვიცით, რომ რეალურად სალარო აპარატის ჯარიმა არის ყველაზე უფრო მგრძნობიარე და სენსიტიური განსაკუთრებით სწორედ მცირე ბიზნესისთვის ორი კოდექსი არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჯარიმები მოგვეხსნა. ახალი კოდექსის ფარგლებში ეს მდგომარეობა ჩვენი აზრით გამოსწორდება. საუბარია იმაზეც, რომ მცირე ბიზნესისთვის გაწეული შეღავათების ხარჯზე საკადასახადო ტვირთი მსხვილ ბიზნესს გაეზარდა. რეალურად არის თუ არა ეს მართლა ასე? რასაც მოყვა სინამდვილეში საკადასახადო ტვირთის საგრძნობი კლება და სწორედ ჩამოყალიბებული საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის ეს არის საბაჟო საკადასახადოების გაერთიანება. საბაჟოზე ცალკე დღეს გადასახდელი საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის აღარ არსებობს. თუ ამ კომპანიას 200.000-ზე მეტი ზღვარი აქვს, ამას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია გასულ პერიოდის განმავლობაში და დღეს უკვე გვყავს დავშტები უკვე 400-ზე მეტი კომპანიაა, ვისაც შეუძლია ამ თის სარგებლოს. ის უკვე დღეს აღარ იხდის საზღვარზე, ის ჩვეულებრივად უკვე ვთქვათ, დღეს დეკლარაციის წარდგენის პროცესში იხდის მას. ეს არის საკადასახადო კრედიტი, ეგრეთ წოდებული, დასავლეთში საკმაოდ აპრობირებული, რაც საგრძნობ სერიოზულ თანხებს უთავისუფლებს კომპანიას.